აქა არს სიბრძნე. რომელსა აქუს გონება, აღიბყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამე თუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას 326. აქაა სიბრძნე. ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა და მისი რიცხვი 666. გამოცხადება 13:18. ეს ისეთი საინტერესო რამ წერია, ეხლა ვისაც არ ედარება ყველა საუბრობს ხოლმე ამაზე და მე მინდა ეხლა ვისაუბრო უფრო კვანტური თეორიიდან გამომდინარე. ტექსტი პირდაპირ მოუწოდებს კითხვას, რომელსაც გონება აქვსო, მოკლედ მოიხმოს ეს გონებაო და გამოითვალოსო და თუ ჩვენ ჩამოვაცილებთ აი ამ 3-6-იანს პრიმიტიულში ისე დაფუძნებულ განმარტებებს და შევხედათ მას სულიერ მეტაფიზიკურ და კვანტურ საინფორმაციო ჭრილში, აღმოაჩენთ სხვა რეალობას სამყაროს ადამიანის სტრუქტურის უღრმეს კოდს, თორე თავისთავად ციფრები არც ეშმაკისებული და არაფერი თვითონ რიცხვი და ციფრები. კვანტურ და საინფორმაციო თეორიაში რიცხვი არის ინფორმაცია, კოდი, რომელთაც სტრუქტურიზდება რეალობა. რიცხვი 7 მაგალითად არის სრულყოფილება, ბიბლიურად და მეტაფიზიკურად 7 არის ღვთიური სრულყოფილების გამომხატველი რიცხვი, სულიერი და მატერიალური სამყაროს ჰარმონია. მაგალითად 6 დღე შექმნას დაჭირდა და მე 1 დღე დასვენება და ეს 1 დღე დასვენების არის სრულყოფილების რიცხვი. რიცხვების შეზღუდული მატერია არის 6 დღის შექმნილი, მე 6 დღეს შექმნილი ადამიანის მატერიული სამყარო და სულიერი სრულყოფილების გარეშე გამოდის 6-იანი. 3-მაგი 6, ანუ შეესაბამება ადამიანში ესე იგი 1-6 სამჯერმეულება 6-იანი და შეესაბამება სხეულს 1, მეორე გონებას, მესამე სულს, სადაც 3 დონეზე უარყოფილი არის ღვთიური სიხშირე 7. აი ასეთ ადამიანს შეესაბამება. კვანტური თეორიით 666 არის ჩაკეტილი თვითრეფერენტული კოდი, მატერია რომელმაც უარყო სულიწმინდის არალოკალური უსასრულო ველი და ცდილობს გახდეს ღმერთი ღვთის გარეშე. ესეთი არის 3-6-იანი. მხეცის რიცხვი თქვიათ მას აქ. კვანტურ დონეზე აბსოლუტური ქაოსი არის ესა, ანუ ენტროპია. კვანტურ ფიზიკაში არსებობს 2 ფუნდამენტური მდგომარეობა. ერთი თანაჟღერადობა, ანუ კოჰერენტულობას ეძახიან ხოლმე ფიზიკური ენაზე, როდესაც სისტემის ყველა ნაწილაკი მოქმედებს სინქრონულად ერთიან ველში. ეს არის ქრისტეს სხეული, ეკლესია ქრისტესი. მერე ქაოსი და დაგსაქსულობა, ანუ ენტროპია, როდესაც ნაწილაკები წყდებიან წყაროს, კარგავენ ერთიანობას და გადადიან დაშლაში. შესაბამისად მხეცი ამ აპოკალიფსში არის აბსოლუტური ქაოსისა და დაცემული მეს, დაცემული ეგოს განსახიერება. კვანტურ დონეზე მხეცის ბეჭედი, ანუ მისი რიცხვი, ანუ მისი 3-6-იანი ნიშნავს ადამიანის ცნობიერების ისეთ მდგომარეობას, როდესაც ის სრულიად იძირება აი ამ 3D მატერიალურ ილუზიაში, მატერიალურ განზომილებაში. ანუ ეს არის მდგომარეობა, სადაც ადამიანი აღიქვამს მხოლოდ იმას, რასაც ხელით ეხება, მატერიას, ფულს, ძალაუფლებას, ბიოლოგიურ გადარჩენას და კარგავს კავშირს უმაღლეს საინფორმაციო ველთან, ლოგოსთან და ლოგოსი მითი ჩვენ ვინც არის. საინტერესოა ერთი წმინდა ფიზიკურ-ქიმიური პარალელიც, რომელიც ხშირად მოჰყავთ თანამედროვე ქრისტიან მოაზროვნეებსაც და ფიზიკოსებსაც. ანუ, დედამიწაზე თურმე მთელი ბიოლოგიური ორგანული სიცოცხლე და ადამიანის ფიზიკური სხეული აგებული ყოფილა ნახშირბადზე, კარბონ 12-ზე. ნახშირბადის ატომის ფუნდამენტური კვანტური სტრუქტურა შედგება აი ამ 6 პროტონისაგან, 6 ნეიტრონისაგან და 6 ელექტრონისაგან და ძალიან საინტერესო, ხო? ეს არის მატერიალური სიცოცხლის, ანუ ხორციელი ადამიანის ფიზიკური კოდი. რასაც გვეუბნება ზუსტად რიცხვი კაცისა აქვს, აი ეს ყოფილა კაცის რიცხვი. თუ ადამიანი დარჩება მხოლოდ ნახშირბადოვან ხორციელ დონეზე, ანუ 3-6-იანზე და არ განიცდის სულიერ ამაღლებას, აღდგომას და ასე შემდეგ, სადაც მატერია განიკვდება, ის დარჩება მხეცი, მხოლოდ ბიოლოგიური გადარჩენის ინსტინქტით მოქმედი არსების დონეზე, 3-6-იანის დონეზე. აღიბყარნ, ხო, ცნობიერება გააღვიძეთო, გვეუბნება ტექსტი და იწყება ასე. აქ არის სიბრძნეო. ეს ნიშნავს, რომ აპოკალიფსი მოგვიწოდებს არა შიშისკენ, არამედ სიფხიზლისა და გაცნობიერებისკენ, ხალხო, გაცნობიერებისკენ. და ეს არის შიშის დაძლევის გზა პრინციპში. მხეცის რიცხვი არ არის რაღაც გარეგნული ჯადოსნური შტამპი, რომელზეც ადამიანს ჩუმად ან მოტყუებით დაასვამი, როგორც ახლა ლაპარაკობენ ხოლმე. ეს არის ცნობიერების სიხშირე, თუ ადამიანი ცხოვრობს შურით, შიშით, აგრესიით, სიძულვილით და მხოლოდ მატერიალური ინტერესებით, მისი შინაგანი კვანტური კოდი თავისით ჩამოდის 3-6-იანის 666-ის სიხშირეზე.
ხოლო თუ ადამიანი ირჩევს სიყვარულს, სინანულს, განათლებას და სულწმინდასთან მოხილავ ცეცხლთან კავშირს, მისი შინაგანი კოდი უკავშირდება ქრისტეს უსასრულო ენერგიას და მასზე ვერანაირი მატერიალური მხეცის კოდი ვერ იმოქმედებს და არ შეუშინდეთ ამიტომ ასეთ პოზიტიური დასკვნა კეთდება აქედან გამომდინარე. შესაბამისად, კვანტური თვალსაზრისით სამიექვსიანი არის გაფრთხილება მატერიალური სისტემის ჩაკეტილობაზე, 666 არის მატერიის ხორცისა და ეგოცენტრიზმის მაქსიმალური კონცენტრაცია, ანუ სისტემა, რომელსაც დაკარგა სულიერი განზომილება. ნამდვილი სიბრძნე, ანუ სოფია არის იმის გაგება, რომ ადამიანი შექმნილი არა მხოლოდ ნახშირბადოვანი სხეულისთვის, ანუ 3-6-იანისათვის, არამედ იმისთვის, რომ თავისი ცნობიერებით და სულით გავიდეს მარადიულ ღვთიურ სიხშირეზე. შევხედოთ 3-6-იანის ნაწის ისტორიის კონტექსტში, შენობისა დაშლის, გრანდიოზული ციკლების, ცივილიზაციების დაშლისა და განადგურების და აღმოჩენების გრანდიოზული ციკლების კუთხით შევხედოთ ამას და ვნახოთ რაღაც უფრო მსხვილი სისტემები მიმოვიხილოთ. რა თქმა უნდა, ლოკალური იყო ხოლმე ადრე ეს. ეს არის მომენტი, სადაც სისტემა მთავრდებოდა ხოლმე კოლაფსით. და გავაკეთოთ ისტორიული ექსკურსია ამგვარ გარდამტეხ ეპოქებში რა ხდებოდა. როგორ სრულდებოდა ისინი და თვალი გავუსწოროთ ჩვენს დღევანდელ რეალობასაც აქედან გამომდინარე. მე დავწყოთ პირველი ერთი ყველაზე მეტად რაც გამახსენდა ახლა ეს არის ხორცისა და სიამოვნებების კულტის პერიოდი. მდგომარეობა, როდესაც რომმა მიაღწია მატერიალური ფუფუნების პიკს, თუმცა პარალელურად სრულად გამოფიტა თავისი ზნეობრივი და სულიერი რესურსი. საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარ პრინციპად იქცა, ვიცით ეს ამბავი ჩვენ, პური და სანახაობა. გლადიატორთა სისხლიანი ორთაბრძოლები, შეუსწავლავი ჰედონიზმი, გაუმართლებული სექსუალური ცხოვრება, ოჯახის ინსტიტუტების რღვევა და პოლიტიკური რაღაც ვაჭრობები და ეს ყველაფერი იქცა მაშინ ჩვეულებრივ ნორმად. და როგორ დასრულდა? სისტემამ დაკარგა შინაგანი მდგრადობა და თავდაცვის უნარი. დასავლეთ რომის იმპერია შიგნიდან იმდენად გახრწნილი იყო, რომ ბარბაროსულმა ტომებმა, გერმანულმა ტომებმა, გოთებმა, ვანდალებმა და ასე შემდეგ უზარმაზარი საუკუნოვანი იმპერია უმარტივესად დაშალეს და მე ვიცით ჩვენ 436 წელს ისტორიად გერმანელებმა აიღეს. ეს მატერიალისტური გიგანტი საკუთარმა შინაგანმა სიცარიე ემსაყლაბა. მეორე რაც მახსენდება ეს აღორძინების ხანის იტალიური ეპოქა, პაპობისა და ელიტების ეპოქა, მე-15-მე საუკუნეები, როდესაც ეგოცენტრიზმი და ცინიკური ძალაუფლება იყო პიკში. რენესანსმა ხელოვნების გენიალურ აღზევებთან ერთად შვა ეგოცენტრიზმის მძლავრი ტალღა და განსაკუთრებით მმართველწრეებში, მაგალითად ბორჯიების ხანა, ეკლესიის სათავეში მყოფი პირებიც და მმართველი დინასტიების სრულად კონცენტრირდნენ მატერიალურ სიმდიდრეზე, პოლიტიკურ ინტრიგებსა და ხორციელ ნებებზე. რელიგიური რიტუალები გახდა ფორმალური ფასადი, რომლის მიღმაც აბსოლუტური ცინიზმი იმალებოდა. და როგორ დასრულდა რომის მსგავსად ამ მორალურმა კრიზისმა აქაც წარმოშვა პროტესტანტული რეფორმაცია, რასაც მოჰყვა ევროპის სისხლიანი რელიგიური ომები, მათ შორის გეცოდინებათ 30 წლიანი ცნობილი ომი. ევროპულმა სამყარომ განიცადა უმძიმესი ფრაგმენტაცია, ხოლო ტრადიციულმა ინსტიტუტებმა დაკარგეს ნდობა და გავლენა. მესამე რაც მახსენდება, ეს არის ბურჟუაზიული ოქროს ხანა ევროპაში და მე-20 საუკუნის დასაწყისი. ეს იყო მატერიალისტური მედიდურობის პიკი. მდგომარეობა, როდესაც აი ამ პერიოდში ევროპამ ჩათვალა, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ინდუსტრიალიზაციამ ღმერთი ჩაანაცვლა. ადამიანი გახდა სამყაროს ცენტრი, ხოლო მატერიალური დაგროვება და იმპერიალისტური ექსპანსია გახდა მთავარი მიზანი. როგორ დასრულდა? ეს წინა ორი მაგალითის მსგავსად აქაც ეგოცენტრულმა და პრაგმატულმა და მატერიალისტურმა შეჯიბრმა კაცობრიობამ მიიყვანა პირველ და მეორე მსოფლიო დამანგრეველ ომებამდე. კაცობრიობის ისტორიაში ესენი იყო ყველაზე მასშტაბური თვითგანადგურების აქტები. პროგრესის კულტი რამდენიმე წელში გადაიქცა ტექნოლოგიურ ჯოჯოხეთად. და ნახოთ ახლა დღეს როგორი გვაქვს მდგომარეობა. დღევანდელი ეპოქა არის უპრეცედენტო მოვლენა, რადგან თუ წარსულში მატერიალიზმი და ჰედონიზმი იყო ლოკალური, იყო მხოლოდ თქვათ რომში, ან მხოლოდ ევროპაში, ან მხოლოდ ელიტებში და ასე შემდეგ, დღეს ციფრული ტექნოლოგიების წყალობით ის გახდა გლობალური და საყოველთაო ინტერნეტის ეპოქაში. დღევანდელ სურათს აქვს რამდენიმე გამოკვეთილი ნიშანი. პირველი ნიშანი
ცნობიერების ინდუსტრია და ციფრული ჰედონიზმი, ხორციელი და მატერიალური კულტი აღარ არის მხოლოდ ფიზიკური, მაგალითად ჭამა, სმა, სიმდიდრე, ის გადავიდა ვირტუალურ სივრცეში. სოციალური ქსელები აგებული არის ადამიანის ეგოს, გარეგნობის, აღიარების წყურვისა და ნაუცბათები რაღაც მყისიერი სიამოვნების დოპამინური დამოკიდებულების ექსპლუატაციაზე. ეგოცენტრიზმი გახდა საზოგადოების მთავარი მამოძრავებელი ძალა. მე ვარ სამყაროს ცენტრი და ჩემი სურვილები აბსოლუტურია. მეორე ნიშანი არის ტრანსჰუმანიზმი, ასე დავარქმევთ ამას ჩვენ ნახშირებადოვანი სხეულის გაღმერთება წინათ თავში ვახსენეთ. დღევანდელი ტექნოლოგიური ელიტები ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანია სიკვდილის დამარცხება არა სულიერი ამაღლებით და აღდგომით, არამედ ბიოლოგიური და ციფრული манипуляციებით. ეს არის მატერიის კულტის, კერპის უმაღლესი მწვერვალი, მცდელობა შეიქმნას უკვდავი ადამიანი ღვთიური სულის, სინანულის და ზნეობის გარეშე. მესამე ნიშანიც ახასიათებს დღევანდელ ეს არის შინაგანი სიცარიელი და ენტროპია, ანუ ქაოსი. მატერიალური კეთილდღეობისა და ინფორმაციული ხელმისაწვდომობის მიუხედავად, თანამედროვე საზოგადოება იტანჯება უღრმესი ეგზისტენციალური კრიზისით, დეპრესიით, მარტოობით, ოჯახური სტრუქტურების რღვევით, დღესაც როგორც რომში იყო და აზრის ცხოვრებისეული აზრის დაკარგვით. ეს არის ზუსტად ის შინაგანი ქაოსი, ანუ ენტროპია, როდესაც სისტემა ითიშება უმაღლესი ენერგიის წყაროდან, ლოგოსისგან და მხოლოდ საკუთარ რესურსს მოიხმარს. ეს ლოგოსია კიდევ ახსენებ, ვიცით ვიც იყო, ანუ ქრისტეს გულისხმობ. ისტორიული კანონზომიერება ასეთია. როგორ დასრულდება ეს? ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც მატერიის, ხორცისა და ეგოცენტრიზმის კონცენტრაცია აღწევს კრიტიკულ ზღვარს, პროცესი ყოველთვის ერთსა და იმავე ფინალამდე მიდის. პირველი არის სისტემური კოლაფსი, ანუ გადატვირთვა, ჩაკეტილი მატერიალური სისტემა ვეღარ უძლებს საკუთარ ქაოსს, ის იშლება ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და სამხედრო კრიზისების მეშვეობით, მაგრამ პოზიტიური ის არის, რომ ხდება სულიერი კათარზისი. როდესაც მატერიალური ილუზია დაიმსხვრება, ადამიანის ცნობიერება იძულებული ხდება კვლავ მიუბრუნდეს ფუნდამენტურ მარადიულ ღირებულებას, როგორც არის წმენა, სიყვარული, ერთობა და სულიწმიდასთან ურთიერთობა და უხილავი ენერგიის მიღება. ანუ კვანტური თეორიით რომ ვთქვათ, ქაოსი და არევდარება ვერ იარსებებს უსასრულოდ. სამყაროს ფუნდამენტური კანონი არის ჰარმონიისა და წესრიგის აღდგენა. ისტორიის ყოველი ასეთი მძიმე ეპოქის შემდეგ კაცობრიობა ყოველთვის ბრუნდება იმ ერთადერთ ღერძთან, რომელსაც ქრისტოცენტრული სულიერი რეალობა ჰქვია. ახლა ნახოთ იონის გამოცხადების ის ნაწილი, რომელშიც კიდევ უფრო პოზიტიურად შეიძლება წარმოვიდგინოთ ახალისა და ახალი მიწის შექმნის ნაწილი კვანტური თეორიის სახით, ახალი იერუსალიმის ნაწილით, კვანტური თეორიის სახით, რაც აღარ არის სიკვდილი, გლოვა, ტკივილი და აღარ არის ღამე, არის უსინათლე. ანუ თუ ამ ტექსტის მიხედვით განვიხილავთ ამას და კვანტურ დონეზე განვიხილავთ, კვანტური თეორიის წრეში განვიხილავთ, აღმოაჩენთ, რომ ივანე ღვთისმეტყველი აღწევს არა უბრალოდ ლამაზ ზღაპარს, არამედ სამყაროს მატერიალური და სულიერი არქიტექტურის ფუნდამენტურ თვისობრივ ტრანსფორმაციას. და აი როგორ შეიძლება განმარტოთ ახლა ჩემი შეხედულებაში. ახალიცა და ახალი მიწა, ეს არის ფუნდამენტური გადაწყობა. ვიხილე ახალიცა და ახალი მიწა, ხო, როდესაც ვეუბნებთ, ზუსტი ციტირება არ მომყავს, როგორც მახსოვს დაახლოებით ისე არის. ჩვენი დღევანდელი სამყარო ექვემდებარება თერმოდინამიკის კანონს, ანუ ენტროპიას, ქაოსს და დაშლას. ანუ ყოველი ნაწილაკის სხეული თუ ვარსკვლავი დროთა განმავლობაში იშლება, ცივდება და კვდება. ეს არის დაცემული მატერიის კოდი. ასე შეიძლება ახალი სამყაროს, ანუ ახალი სამყარო იქნება არაგაფართოვანი კვანტური მდგომარეობა. აპოკალიფსის ფინალში აღწერილი ტრანსფორმაცია ნიშნავს სამყაროს ფუნდამენტური მატრიცის შეცვლას. პირველი ცისა და მიწის წარხდომა არის არა მატერიის მოსპობა, არამედ მისი, ასე ვთქვათ, სრული გადაპროგრამება. ახალ რეალობაში ენტროპია, ანუ დაშლა, სიკვდილი, ქაოსი განულდება, მატერია და ენერგია გადავა აბსოლუტურად სტაბილურ, მარადიულად განახლებად კვანტურ მდგომარეობაში. ზღვა არ გაიქნება, ხო? ანუ ქაოსი და განცალკევება წაიშლება. ბიბლიურ და მეტაფიზიკურ სიმბოლიკაში ზღვა ყოველთვის აღნიშნავდა ქაოსს, შიშს, არასტაბილურობასა და ხალხთა დაქსაქსულობას, დაშორებას. კვანტური თეორიიდან გამომდინარე განცალკევებულობა პრინციპში არის ილუზია, ზღვის გაქრობა ნიშნავს, რომ ლოკალურობები, დაქსაქსულობები საბოლოოდ გაქრებიან. ეს ცუდი რაღაც ენტროპია გაქრება. სამყაროს ყველა ნაწილი, ყველა აღდგენილი ადამიანი შევა აბსოლუტურ სინქრონში, ანუ სრულ თანაჟღერადობაში ერთმანეთთან და შემოქმედთან პირველ რიგში. ქაოტური ხმაური და გაცალკევების ბარიერები დასრულებით გაქრება, როგორც უკვე ვთქვით.
ახლა მე ახალი იერუსალიმის თემა შემოდის იქ, ეს არის ღვთიური ინფორმაციის კრისტალიზაცია. 21 თავში აპოკალიფსში რო ნახავთ თქვენ ახალი იერუსალიმი აღწერილია უზუსტესი საინტერესოა გეომეტრიული პროპორციებით, კუბის ფორმით, სიგრძე, სიგანი და სიმაღლე რო ტოლი არის და ეს კუბური სიმეტრია და კრისტალური სტრუქტურა ფიზიკაში არის ასე ვთქვათ ინფორმაციული სიმჭიდროვისა და აბსოლუტური წესრიგის სიმბოლო. სუპერგამტარობა. სინათლე, ანუ ღვთიური ენერგია მასში გადის ყოველგვარი დანაკარგის ან ჩრდილის გარეშე. ეს არის განღმრთობილი მატერიის კვანტური მსგავსება, კვანტური ხატება. მატერია გახდება სუფთა, გამჭვირვალე, გამტარი ღვთიური სინათლისა. ტაძრის თემა შემოდის, რომ ტაძარი აღარ არისო, პირდაპირ უშუალო კავშირი აღარ არისო, ნულოვანი დისტანცია გვაქვს ღმერთთან და ამიტომ იქნება ტაძარი, ესე იგი, ტაძარი არის ესე ვთქვათ ადგილი, დღევანდელი გაგებით, დღევანდელ რეალობაში ტაძარი არის საიდუმლოებებისა და ლოცვის და ლიტურგიის ადგილი, რადგან ეს არის შუამავალი არხები, რომელთაც ადამიანი უკავშირდება ღმერთს. მაგრამ შემდგომ იმ გადასვლაში, აპოკალიფსის პერიოდში საჭირო აღარ იქნება შუამავალი არხები, რადგან ღვთიური ველი, ანუ ლოგოსი თვითონ ხდება უშუალოდ იმ გარემოთ გახდება, რომელშიც სამყარო არსებობს. ეს არის სრული ჩახლართულობა და შერწყმა. ღმერთი იქნება, არის ისიც, მაგრამ იქნება ყველაფერი ყველაფერში. დისტანცია შემოქმნილისა და ქმნილებას შორის გახდება ნულის ტოლი. ასევე აღარ იქნება მზისა და მთვარის აუცილებლობა, როგორც გეუბნება აპოკალიფსი, ანუ პირველ წყაროს ენერგია და ქალაქს და მას ზედა მთვარი არ იქნებიან წერია დაახლოებით ესე ციტირებას ისე არ მომყავს ახლა არ მახსოვს როგორც იცით არ არის მნიშვნელოვანი. ესე იგი მეორადი ენერგიიდან გადავა კაცობრიობა პირველ წყაროზე, პირველად ენერგიაზე. დღეს ჩვენი ბიოლოგიური და ფიზიკური სიცოცხლე დამოკიდებულია მეორად ენერგიაზე, მზის ფოტონურ გამოსხივებაზე. ახალ რეალობაში სამყარო გადავა უკვე როგორც ვთქვით პირდაპირ ღვთიური ენერგიის, ანუ შეუქმნელი ნათლის კვებაზე. ქრისტე, ანუ კრავი გახდება მოსასრულო პირველად ენერგიის წყარო. აღარ იარსებებს ღამე, ანუ ენერგიის ნაკლებობები, უმეცრებები, სიგნალები, რადგან ენერგიის წყარო უწყვეტი და უსასრულო არის და მარადიული არის. სიცოცხლის ხის თემა შემოდის ასევე, ეს არის წყლისა და ცხოველის ნაკადი, უწყვეტი საინფორმაციო განახლება. 22 თავში არის აღწერილი ბროლივით დენტოვანი წყლის მდინარე და სიცოცხლის ხე, რომელიც წელიწადში 12 ჯერ ისხამს ნაყოფს. ესე იგი უწყვეტი კვანტური განახლებაა ეს. ეს არის ინფორმაციისა და სიცოცხლის უწყვეტი ცირკულაცია. 12 ნაყოფი სიმბოლურად აღნიშნავს დროის მიღმიერ უწყვეტ განახლებას. ცნობიერება და მატერია არასოდეს გახდება სტატიკური, ან აღარ იქნებიან მოსაწყენი. ის მუდმივად მიიღებს ახალ უსასრულო ღვთიურ გამოცხადებებს და ენერგიას. ანუ იონის გამოცხადების ბოლო თავები არის პოზიტიური, დამაიმედებელი და კვანტურ დონეზე აღწერს სამყაროს საბოლოო ფაზურ გადასვლას, ქაოსისა და სიკვდილის, ენტროპიის და სრული განადგურებიდან მატერიის სრულ ტრანსფორმაციას, ანუ სუპერგამტარობად და სინათლით ქცევას, ადამიანის ცნობიერების აბსოლუტურ სინქრონიზაციას შემოქმედის უსასრულო ენერგიასთან. ეს არის ესე ვთქვათ, ეს არის მატერიის გაბრწყინება და განხორციელება. მდგომარეობა, სადაც კოსმოსი ხდება ერთიანი ცოცხალი, ან გახდება უბრალოდ ერთიანი ცოცხალი სინათლით სავსე ორგანიზმი, რომელსაც მართავს უპირობო სიყვარულისა და ჰარმონიის კანონი.